მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მორიგი გადაცემა პოეზია როგორც ასეთი, როგორც გახსოვთ და ნახეთ, წინა გადაცემაში ნანიკო იყო სტუმრად, ასევე ბატონი ჯოყოლა იყო სტუმრად და პირობა ავიღე ესეთი, რომ შემდეგ გადაცემაში ბატონი ჯოყოლა უნდა ყოფილიყო სტუმარი და პირობას სვანები ყოველთვის ასრულებენ ზედმიწევნით და ბატონი ჯოყოლა ჩეგიანი თქვენს წინაშე და ასევე ქალბატონი ნანა წინცაძე, ჩემთვის იგივე ნანი. Თქვენთვის არის ქალბატონი ნანა წინცაძე. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. როგორ გზანდებით, როგორი განწყობით ხართ? მადლობა გაიხარით. აი ამ გარემოში ჩემი ჯოყოლას საოცარ მარანში ბუხართან როგორი განწყობა შეიძლება ხეთაში ჩამოვიდით მეგობრებო ამ მადლიან ალაგში თუ ჩავწეროთ გადაცემა. და ვფიქრობ რომ ეს იქნება რაღაცა მართლა ერთ-ერთი გამორჩეული გადაცემა. ტრადიცია გრძელდება. კი ბატონო. სვანეთში სტუმართმოყვარე ოჯახი ჰქონდათ ჩემს მშობლებს, დიახ. მამაჩემსა და დედაჩემს და აქ ცხეთაში 25 წელია უკვე აქ ცხოვრობ და გრძელდება. აქ მე და კაფიანიძემ საზოგადოებრივი შუმერი ჩამოვაყალიბეთ 2008-ში, მის მერე გრძელდება. კარგია, მიყვარს ისტორიები, ბევრი ისტორიები. ქართული საქმე და ასე შემდეგ. ბატონო ჯოყოლა, მოდით დავიწყოთ თქვენი ბავშვობით პირველ რიგში. პატარა ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ, როგორი ბავშვი იყავით, სად დაიბადეთ. მაშინ ახლა ტრადიციულ თემაში სხვანაირად იყო ყველაფერი და შეიცვალა ყველაფერი. 6 დედმამიშვილები ვართ, 61 წელს დავიბადე. 11 ოქტომბერს. ტრადიციულ ოჯახში. დიახ. მამაჩემი ტრადიციული კაცი იყო, აშკაცი კაცი იყო. ყოველთვის ვფიქრობდი ხალბატონ ნანა რომ აი მე ვყოფილიყავი და ჩემი შვილებიც ყოფილიყვნენ ისეთი კაცები, გაზრდილიყვნენ და გავზრდილიყავი ისეთ კაცად, როგორიც იყო მამაჩემი. მამაჩემი იყო რაღაცა იდეალი ჩემთვის და დედაჩემი კიდე შარვაშიძის ქალი იყო და ესე მამაჩემი როცა არ იყო სახლში, დედაჩემი დაუждდებოდა სტუმრებს, აკეიფებდა და უკეიფარს არ გაუშვებდა და ასეთი ძლიერი ქალბატონი და ძლიერი ბატონი იყო მამაჩემი მოსე. იყვნენ ნათელში და მე მათ ნავალზე, მათ ყვალზე ფეხს არ წავიკრავ არასდროს. რამე თუ გულუხი ხალხი იყვნენ, ძალიან გულუხი ხალხი იყვნენ და გულუხად და ესე ლაღად გავგზარდეს და ესე ტრადიციულად და კეთილად. აი ესეთი ხალხი იყვნენ. და ესეთი ლაღი ბავშვობა მქონდა. დღესდღეობით თუ არის ის ტრადიციები, თქვენ უფრო ახლოს ხართ მაინც სვანეთთან, შემორჩენილი რაც სიყვარული. ეს ნაკლებად, მაგრამ სვანეთში არის მაინც ის ტრადიციები შემორჩენილი და ის ამბები და ის ნათესაობა, ის სიყვარული, ის მორდუობა, ის მეობა, ის კაცობა, ის მათნაფიცობა, რაც ის კავკასიური სული, რომელსაც ასე ემსახურება ჩემი ჯოყოლა ჩეგიანი მთელი თავისი ოჯახი და მინდა თვითონ ნამდვილად მოგზალებული ადამიანი და მინდა ვთქვა რომ მას ჰყავს საოცარი მეუღლე ქალბატონი გიული, რომელიც უდგას გვერდით, სამი არაჩვეულებრივი შვილი აღუზარდა და ფიქრობ რომ მისი მამის ტრადიციები ამ ოჯახში გრძელდება და გაგრძელდება მანამ სანამ საქართველოს იქნება და საქართველოს არასოდეს არ გაქრება რუკიდან, იმიტომ რომ ჩვენი ერი ვართ, რომელსაც ყავს ჯოყოლასნაირი ვაჟკაცები და ნამდვილად უნდა არსებობდეს საქართველოს წარსულიდან მომავლის ყველაზე შორეულ წერტილამდე. ნანიკო, შენ უფრო უკეთესად გაგვაცნო ბატონ ჯოყოლას და ერთი ისტორია შეზრობით და სანამ ბატონ ჯოყოლას ნაშრომებზე გადავალთ, რომ როგორ დაახასიათებ, როგორი ადამიანი და ასე შემდეგ. მე ეხლა ხანს გავიცანი და უკვე აქტუალებული ვარ ამ ადამიანით და იმიტომ გადავწყვიტე რომ გადაცემა გამეკეთებინა, მაგრამ უკეთესად მაინც აი რა შემიძლია გითხრა, მე მრავალი წელია ვიცნობ ბატონ ჯოყოლას, მე ვიცნობ მის ოჯახს, ვიცნობ მის შვილებს, ახლა არაჩვეულებრივი პატარები ყავს, 2 შვილი, სიცოცხლე გრძელდება და ღმერთმა ნუქნას ისე რომ ზოგადად ქართულ ოჯახებში სიცოცხლე და მომავალი არ გაგრძელდეს და ჯოყოლა ჩემთვის არის ერთ-ერთი ის პიროვნება, რომლის წინაშეც აუცილებლად უნდა იყო კრძალვით, იმიტომ რომ ეს ის ქართველია, რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებს თავისი წარსულით, თავისი წინაპრებით და იმ ცხოვრების წესით, რომელსაც ის ემსახურება. თქვა რომ მან
ზურაბ ქაფენძესთან ერთად ჩამოყალიბება საზოგადოება შუმერი, რომელიც ახლა უკვე შუმერი უკვე თავისთავად ცხადია და ჩანს თუ რას იკვლევს და ჩემზე კარგად იყვის თვითონ მე მასთან შეხვედრივარ უამრავ ძალიან საინტერესო ადამიანს და განსაკუთრებით საინტერესოა კიდევ საერთაშორისო აი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეს არის მოძრაობა ერთიანი კავკასია და სწორედ აი ეს ერთიანი კავკასიას ბატონი ჩოყოლა ჩეგიანის მიერ გახლავთ ჩამოყალიბებული. იცი თვითონ ცნებაში კავკასია იმდენი რამ გულისხმება აი ჩვენს რასაში აი როგორც აქვს საოცრად ნათქვამი რომ აქ ეს რასი მოდგმელი თეთრი მოდგმა რომ ეს არის ის რასა რომელიც საერთოდ უნდა მართლა თუ შეიძლება არეული რასა იყოს ჩვენი სწორედ სისხლი და ჩვენი გენია და ჩოყოლა ემსახურება სწორედ აი ამ საოცარ საქმეს ერთიან კავკასიას მართლაც კავკასიური ჯიში გამოირჩევა აი რომ შეხედავ უკვე თქვათადაც არ უნდა იყო ჩანს სწორედ აი ამ ჯიშის განსხვავებულობა და როდესაც ჩემი კვლევა ამას ემსახურები ამ საკითხებს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. გარდა ამისა სვანეთის საკითხებს იკვლევს ისე როგორც ვფიქრობ რომ დღეს არავინ ძალიან ბევრი რამ აქვს გადაღებული თავის საყვარელ კუთხეზე, თუმცა მისთვის საქართველოს ერთიანია და არ ნიშნავს იმას რომ სვანეთი იმიტოა განსაკუთრებული თვითონ გაახლოთ სვანეთიდან, მაგრამ კაცი რომელმაც ერთიანი კავკასია ჩამოაყალიბა, ცხადია რომ ქართულ საქართველოს კუთხეებს არ გამოყოფს და მისთვის ყველა კუთხე ერთნაირად საყვარელია. ასე რომ ბატონი ჯოყოლას თვითონ ისტორიკოსი გახლავთ და უამრავი დამსახურება აქვს ერის წინაშე და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ შენ აკეთებ ამ გადასემას რომელიც ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება თაობებს დარჩება აუცილებლად თაობებს და არის კიდევ ერთი მომენტი ჯოყოლასთან ვაჟკაცები უნდა გაიცნოს ყველა. კი ბატონო. კი. მადლობა. ბატონო ჯოყოლა, თქვენს რომ მოგვიწევთ ამ ნოების შესახებ, ამ ყველაფრის შესახებ რა საქმიანო. მოკლედ უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. მამა ჩემს ქონდა ასე გთხოვნა ჩვენთან ბიჭებთან, ჩვენ 4 ვართ ძმები, 2 დები გვყავს რომ თუ ოდესმე რამე შეძლებთო კავკასიელი ხალხი ჩვენ ერთი მოდგმის ხალხი ვართ. გაგიკვირდებათ და ჯეური სისხლი ჩეჩნებს საიდან აქ სვანური სისხლიო კაბარდო-ბალკარელებს ნუ რაჭალეჩხუმზე არაა საუბარი და არა ხევსურებზე და კახელებზე საუბარი, მაგრამ შეიძლება ვინმე დასვას კითხვა რომ საიდან ჩეჩნებს და კაბარდო-ბალკარელებს და ჩერქეზებს სვანური სისხლი გეორი უძველესი სისხლი რომელმაც დასაბამი მისცა კავკასიას, მაგრამ ასეა არის ეს რომ კავკასია ერთი ოჯახია და არაფერი ახალს არ ვიგონებ ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი კავკასია ჩამოაყალიბეთ ასეთ საზოგადოება შუმერთან ერთად მე და ბატონმა ზურაბ ქაფიანიძემ რამე თუ აღმაშენებელს ჰქონდა ერთიანი კავკასია და იყო მაშინ ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო საქართველოს და იყო ძლევა და დიდება ქართველთა, მაგრამ სამწუხაროდ მე ამ იმპერიებმა მონღოლებიდან დაიწყო და ეს შორს აგვიყვანს ახლა სპარსელები და თურქები და ასე შემდეგ, მაგრამ უჭირდება აუცილებლად ისეთი ორგანიზაციები, რომელიც შევკრავს და რომელიც ჩვენ მომავალთაობას დააინტერესებს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კუთხეები, ჩვენი საქართველო. სამწუხაროდ დღეს აფხაზეთიც დროებით დაკარგული გვაქვს და სამაჩაბლოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი ჩავექნიოთ და არ ვებრძოლოთ. ერთ რამეს გეტყვით და დამერწმუნეთ იმაში, რომ ჩეჩნები, კაბარდინები, ბევრი ბალკარებიც და ჩერქეზებიც დედაქალაქად აღიარებენ თბილისს. ეს რას ნიშნავს ხო? ასეც იყო და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენსკენ იყურებიან, ისინი ჩვენი ხალხი არიან. არ უნდათ იმათ რუსეთთან, უნდათ ჩვენთან, მაგრამ სამწუხაროდ დროის უყურღმერთების გამო რაც დაგვემართეს, გადავიღე ხალდეს აჯანყება ფილმად. დოკუმენტური ფილმია, მაგრამ სცენებიც გვაქვს, გადაშეგ სცენებიც არის. 1875 წელს მეფის რუსეთმა შეიერთა ძალით სვანეთი
და ამ თემასთან დაკავშირებით სვანებმა შეფიცეს ერთმანეთს, რომ რუსების წინააღმდეგ ერთობლივად გამოვიდოდნენ, მაგრამ როგორც საქართველოში ხდება ხოლმე ყოველთვის და ყველგან ღალატი ოდის ჩაგიკითხებით, თქვენ როგორც სცენარისტი ამ შემთხვევაში მე როგორც პროდიუსერი და როგორც კონსულტანტი სცენართანაც და ისტორიულ რეჟისურასთანაც ეს ხო და გადავიღეთ ეს ფილმი და 21-ში გვაქვს პრეზენტაცია მოკლედ ყალდეს აჯანყების 21 დეკემბერს 21 დეკემბერს 5 საათზე კინოსახლში რუსთაველზე ანუ დასრება თავისუფალია ხო იმდენად საინტერესოა თემათი თუ ყალდეს აჯანყების ის მოისურვებს ამოჭრა ცალკეს დაიდება რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და მოვიდა ხო და ასე რომ გადავიღეთ ეს ფილმი და ნახოთ მოკლედ უკეთესიც შეიძლება ალბათ მაგრამ უკეთესი ჰოლივუდში არილევა აქ კი არა და მე ვფიქრობ სამწუხაროდ ახლა დროისა და ფინანსების გამო ხათრული ვერ გადავიღეთ მაგრამ დოკუმენტური ფიქრობ უფრო საინტერესოა მაგ იმედი რომ ღმერთი მოგცემს დროს და საშუალებას იმისა რომ მე ხათრულიც გაკეთდეს და გააცოცხლეს საკუთარი წინაპრის მომი ჩეგიანის სახე აი ესეთი ისტორია სადაც 4 გვარი ჩეგიანების, გასვიანების, ჩოფლიანების და ჯოხაძეების 4 გვარი ებრძოდა მეფის იმპერიას 40 კაცი 28 ოჯახი და აი ეს ისტორია გადავიღეთ მოკლედ და საინტერესო ისტორია. პატარა-დედლებს ვერ გავგვიფრთხილთ ეხლა. ხო, ეხლა ესეთი იყო ესეთი სიტუაცია რომ 1876 წელს აგვისტოში პირველი შეტაკება წინაპრებმა მოიგეს, მაგრამ მე 2000 კაცით საორმე გზად შეიყვანეს კომოსვანეთთან შემოსვანეთში ზარბაზნებით და ჩრდილო კავკასიიდან მოტოსტრელკოვი მითი თელი სნარუჟენიეთი და იმითი რუსებმა მოკლედ შეუტიეს სოფელ ხალდეს 12 კოშკი ხალდეში და 40 მეომარი მამაკაცი მოკლედ და 2000 კაცმა მოაქცია ალყაში და წინაპრება გაუძლეს 2 კვირა მაგრამ მე 28 აგვისტოს დაეცა ხალდე ტყვია-წამალიც ვერ მიაწოდეს მეზობლებმა ტყვია-წამალი გამოილიათ და გახდნენ იძულებული და დატოვეს კოშკები და როცა რუსები შეიჭრნენ უკვე ხალდეში ნაწილ-ნაწილ ხდებოდა ხალდეს დაპყრობა რა მოკლედ და როცა შეიჭრნენ უკვე რუსები ხალდეში როცა კოშკები ზარბაზნებით ვერ დაანგრიეს ლაღუმები დაუდეს მაგრამ კოშკები წაიქცნენ როგორც კაცი წაიქცევა ერთიანად ასე და ეს გენერალი ციტოვიჩი რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა გაბრაზდეს როგორც ვერ დავანგრიეთო და უბრძანა რომ ესე იგი მითი რკინებით და იმითი უროებით დაენგრიათ ქვაზე არ დაეტოვებიათ და ეს კოშკები გაასწორეს მიწასთან. სხვათა შორის მერვე საუკუნის მაცხოვრის ეკლესია იდგა მერე ჩვენმა წინაპრებმა ხალდელებმა მომიჩეგიანის ინიციატივით აღადგინეს ეს მაცხოვრის ეკლესია გაიძარცვა იქ ძალიან ძვირფასეულობა, ძვირფასი წიგნები, ხატი, ჯვარი და ყველაფერი გაძარცვეს და წაიღეს რუსებმა. ძალიან ძვირფასი წიგნები არის აღებული მაცხოვრის ეკლესიიდან, ხალდეს მაცხოვრის ეკლესიიდან. აი ესეთი ისტორია ჩვენ წინაპრებს ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი იცავდნენ ქუთაისის გუბერნიაში. აქ ჩემი მეგობარი არის მოხრან ავალიანი. თერთო ორ სიტყვას მაგასაც ვათქმევიებთ. სანამ ბატონი მუხარი შემოვა, მანამდე მინდა თქვა რომ ბატონ ჯოყოლას აქვს არა მხოლოდ ეს ფილმი გადაღებული სვანეთზე უამრავი სხვა ფილმიც აქვს გადაღებული ფეხით აღმოვლილი ყველა კუთხე-კუნჭული ფეხით უცხენი ძალიან საინტერესო ლაშქრობები აქვს მას სვანეთში ჩატარებული და ამავდროულად ის გახლავთ ძალიან საოცრად მეცენატი ადამიანი იმიტომ რომ თუ კი სადმე სიკეთეა თუ კი სადმე ბედნიერება ის ყველგან არის ცდილობს რომ ყველა ადამიანს დაუდგეს გვერდით და ამავდროულად მისი ოჯახი არის ერთ-ერთი ის ოჯახი, სადაც ყოველთვის არის ისეთი დახვედრა, როგორც ქართველებს და ზოგადად სვანებს შეეფერებათ. მოხრან ავალიანი მოკლედ, ჩემი მეგობარი. კი ბატონო, მოგძანდით. მოხრან მე მინდა რომ გაიხსენო შენ რომ როცა წინაპრებს ტყვია-წამალი გამოლევიათ და გაქცეულან თეთნულის მხარეზე.
პირველ რიგში მინდა მივესალმო თქვენ ტელევიზიას, თქვენ საზოგადოებას, თქვენ მაყურებელს. მადლობა ღმერთს, რომ სვანეთს ყავს ასეთი პატრიოტი ვაჟკაცი, როგორც ბატონი ჯოყოლა ჩიგიანია. ერთი რიგით. უფალმა ამრავლოს ასეთი სვანი და ასეთი ქართველი, ასეთი პატრიოტი. ჩვენი კუთხის მიმართ და მთელი საქართველოს მიმართ და მთელი კავკასიის მიმართ. იცოცხლეთ. რაც შეეხება ხალდის აჯანყებას, ეს სანამ სვანური ქუდი და სვანური კოშკი არსებობს, მანამ იქნება ჩვენი საამაყო. გვეამაყება ხალდელების ვაჟკაცობა და იმ ხალდეში გამორჩეული 4 გვარი. 4 გვარი ცხოვრობდა ისედაც. 4 გვარი. შეგიანები, ჩოფლიანები, ჯოხაძეები და გასვიანები. მოხრან სხვათა შორის ერთი გვარი ყოფილა კიდე კოჩქიანები, გასვიანების ჩასიძებული, მაგრამ როცა ხალდეს მოვლენები მოხდა, პირველი შეტაკება როცა მოხდა რუსებთან, იმათმა არ მიიღეს მონაწილეობა ამაში და დატოვეს სოფელი და გავიდნენ სოფლიდან. ესეც უნდა იცოდეს. გვარი დარჩა ფაქტობრივად. ხო, ერთი ოჯახი ყოფილა კოჩქიანები. თავარია ამ რუსის ჯარის და რაზმის წინააღმდეგ რომელიც ეს 4 გვარი იყო და სამაყო გვარები არიან ჩვენი სვანეთისათვის და მთელი საქართველოსათვის. აი როცა შეეხება იმ ტრაგედიას, რაც რუსებმა დაატრიალეს 1874 წელს 16-ში, როდეში 15-16-ში და 16-ში. 15-ში ღამის აგვისტოს დღეები ყოფილა. ეს სამან ძალიან დიდი დაღი დასვა მთელ სვანეთს და მით უმეტეს სოფელი გაგვიუქმეს რუსებმა. ცოლშვილი გააქციეს თაში, მაგრამ მაქსიმუმ 4-5 დღის მერე სამწუხაროდ ჩაიგდეს ხელში. ცოლშვილი ჩაიგდეს ხელში. ცოლშვილი ჩაიგდეს ხელში და ჩვენ მეზობელი სოფლიდან, სოფელ ჰადიშიდან გზანდებით ერთადერთი ქედი, ჭყუტნიერის ქედი ყოფს ჩვენ ვარ სოფელს და იმ თეთრდის მიდამოებში და ხალდეს დინარის მისადგომებთან იყვნენ გამაგრებული. იძულებული გახდნენ ხალდეს ვაჟკაცები, რომ ჩაბარდებოდნენ, თავიანთი თავი იმიტომ რომ ცოლშვილს ოჯახებს ის ამოწმედი დაებუკრა რუსის ცოლშვილი ჩაიგდეს ხელში და უნდა დაეყოცა ცოლშვილი და გახდნენ იძულებული ჩაბარდნენ. სამწუხაროდ უკვე ყველა ვიცით რა დატრიალდა იმის მერე სოფელს გასცეს ბრძანება, რომ 4 წლის განმავლობაში იქ ცხოვრების აიკრძალა არავის არ ქონდა და აიკრძალა იქ შესვლაც და ცხოვრებაც. ხო, მიწურები უნდა ყოფილიყო მერე ის. მიწურები ეს მიწაზე 10 დენილი არ უნდა ყოფილიყო სახლი ესეთი ის. მადლობა ღმერთს იმის მერე უამრავი ბატონო და ახლა უკეთესობისკენ მოხრან ჩვენ წინაპრებს ქუთაისის გუბერნიაში ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი იცი შენ და იცავდნენ დამცველები. ვარსაბ ლოლუა და ესენი იცავდნენ. იმას უკითხია, აკაკი წერეთელს უკითხია, მაინც ცრედი იყავითო და რა აზრი ქონდაო ბრძოლასო. ხო და ხალდელებს უპასუხიათ ბრძოლას ყოველთვის აზრიო. აი ფოტოშორის ეთქვა გავეცი მეც ჩემში რომ ბრძოლას ყოველთვის. ამ ბრძოლის შედეგად მერე გადარჩა სვანეთი მიწების დაბეგვრას და ძალიან ბევრ რამეს. ხალდელების ტრაგედიის მერე ეს მაინც იყო. ჩაგეჭრა და თქვა რომ ბატონ ჯოყოლას წიგნები აქვს ასევე სვანეთზე გამოცემული ძალიან საინტერესო წიგნები სვანეთის ისტორია და ფიქრობ რომ ალბათ ყოველ კუთხეს რომ მქონდეს ასეთი წიგნები და აი ამ მიმართულებით ჩვენ სწავლობდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, იქნება ძალიან საინტერესო და თვითონ ჯოყოლა ამითაც არის პატრიოტი, რომ არ ჩერდება არც ერთი წამით და ყოველთვის ცდილობს, რომ რაიმე არ გამორჩეს თავისი
კუთხის ისტორია და იმ კუთხის ისტორია, რომელიც ყველაზე კარგად იცის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გქონია საუბარი და მე ვიტყვი, რომ მხოლოდ იმიტოა სვანეთი გამორჩეული თვითონ იქიდანაა და დანარჩენი საქართველო, არ უნდა საქართველოს სულად კავკასია მისთვის ერთიანი სახლი და ალბათ ჯოყოლა არც არასდროს გაჩერდება და ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ მომავლის გეგმებზეც გვეტყვის. ავით მე უცებ მომივიდა ეს აზრი, რომ დავინტერესებულიყავი მისი მომავლის გეგმებითაც. ნუ რაც შეეხება ქალბატონმა ჩვენ გეგმებს, გეგმები ახალი არაფერი ახალი არ არის ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის. გეგმები ძველია, რაც წინაპრებმა დაგვიბარეს. კავკასია უნდა გაერთიანდეს და გამთლიანდეს დედაქალაქი თბილისით. აი ეს მოგვასწროს ყველას ღმერთმა. კავკასიის გაერთიანება და გამთლიანება. კავკასიის გაერთიანება. მაშინ დაბრუნდება ტაო-კლარჯეთიც, ჩრდილო კავკასიაც და შეიკრება ერთიანი კავკასია და ეს არის მიზანი ჩვენი ცხოვრების. კავკასიის გაერთიანება და გამთლიანება. მოგასწროთ ღმერთმა ყველას. გიერთები რა თქმა უნდა ამ სურვილში, თუმცა თავისთავად ცხადია, რომ სკეპტიციზმიც არსებობს, იმიტომ რომ ევანდელი დღე არ გვაძლევს თქვა მხად იმის საშუალებას, რომ დარწმუნებით თქვა რომ ეს ასე იქნება და მე ძალიან მოხარული ვიქნები, ჩემო თორნიკე, თუ შენ საზოგადოებას იმ სვანის ხალბატონებს გააცნობ, რომლებიც ასე კარგად უდგანან გვერდში. ბატონ მუხრას და ბატონ ჯოყოლას. ნარგიზა, მოკლედ ხوار დაიღალეთ ჩვენთან სტუმრობით. პირიქით. მე ისა მაგარინა სიამოვნები ვარ გადაღებაზე რო ვიყავი თორნიკე ხალდის აჯანყებას რო ვიღებდით მუხრანთან და ნარგიზასთან ვიყავით ისეთი სუფრა გაგვიშალეს ისეთი მაგარი ურმალილი არ გვიჯერებდნენ და სმაჭადა სამას მოგზავნეთ საფულში მე გიულის უთხარი ასე და ასე იყო მეთქი და გიული ასეთი სტუმართ მოყარე ოჯახი არის მოგზავნოთ კარგად ვიცხო მადლობა ხექარი ასეთ ტრადიციული ოჯახი და კარგი ოჯახი ჩვენ რომ იმას პინკობაში ვიყავით ხალექარი ო მადლობა ხექარი ნარგიზას და მუხრანს მადლობა ეჭვ მადლობა გენაცვალე რომ ასეთი ტრადიციული ოჯახი ხართ და სტუმართ მოყარე ხალხი სტუმართ მოყარე და ხალისიანი და სულაზე ხალისიანად გეცხოვროთ და ჯანმრთელობას სიხარული და ღვთისმფარველობა არ მივაკლოთ უფალი ჩვენი სიხარული მართლა ძალიან გახარებული ვიყავით ბატონი ჯოყოლა რომ მოგზავნდა და თავისი ოჯახი ჩვენსკენ რამოდენიმე წელიწადია ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ჯოყოლას ოჯახთან და რა ვიცი უსაყვარლესი და უტკბილესი ოჯახი კარგად მეყოლეთ ჩვენმა გახარება და გამრავლება მის მადლობა რა ვიცი ღმერთმა გადაუხატოს ბატონ ჯოყოლას ეს ამდენი წვალება და ამდენი ამაგი ვარ საქართველოზე და თავის სოფელზე და მთლიანად სვანეთზე. იყოს ნებაუფლისა, მადლობა გაიხარა. სვანეთის და მესტიის რაიონის სასახელო ვაჟკაცი და ოჯახი ბრძანდებით და რა. ცოცხლეთ. მადლობა, მადლობა. მადლობა გაიხარა. 100 წელი გამყოფოთ და 100 წელი იყოს ეს თქვენი მოღვაწეობა მომშლელი. არა. ქალბატონობიური მე მინდა გითხოთ აი ეს შორია ადვილი იყო ჯოყოლას ცოლობა ადვილი არისო მაგრამ შემართებით ცხოვრება აიც ადამიანს თემულს გაძლევს და თითოეული თავის ესეთი ქალბატონი რომ ასე ხარჯად აუგე ხალხო ჯოყოლას თორე შეიძლება ვიღაცისთვის არ ყოფილიყო მისი აი ეს შინაგანი საფარო მარტივი და გაუზარდა მადლობა უფალს არიამის თავია გაიხარეთ დიდი მადლობა ჩვენი მეგობრებო, სანამ დასასრულისკენ წავალთ, ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარები, იმიტომ რომ ეს არხის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რამე ისეთი ხوارა, რაც დაგვრჩა საქმე, რომ ნელა დასასრულისკენ წავიდეთ. ქალბატონო, მე მახსენდება ვაჟაფშაველას სიტყვები. მტრის ჩინაზე გვიჭირს და ესე მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე, მაგრამ ყველა შემთხვევაში უიმედოდ არ უნდა ვიცხოვროთ და იმედია მომავლის რომ დადგება ფეხზე საქართველო. ვაჟასაკაცის სიტყვები ოლო გაკლდეუდი გამაგრდი მისლი ნოგადაგეფარა თვაქამომდის გაუძელით დღეს მტერო გაგვტეხმეღარა. მინდა ვთქვა ერთი რამ რომ
გარდა ყველაფერისა, რაც მე ვილაპარაკე ბატონ ჯოყოლაძე, ყველა არ მithkams, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც უდიდეს პატივს სცემ თავის ოჯახთან ერთად, მაგრამ ჯოყოლა მართლა ლიდერია თავისი ოჯახის. მან არაჩვეულებრივად იცის ზოგადად ლიტერატურა და ქართული პოეზია. უამრავი ლექსი იცის სეპირად, უამრავი და სწორედ ახლაც მცხეთისკენ მოვდიოდით, ისეთი საოცარი სტრიქონები მოგვაშველა გზაში, რომლის გარეშეც ალბათ მცხეთაში შემოსვლა იმ სილამაზეს დაკარგავდა, რომელიც ჰქონდა და გარდა ამისა მინდა აღვნიშნო კიდევ რაც ყველაზე მთავარია ბატონი ჯოყოლას მიერ დიდი რუსთაველის ვეფხის ტყაოსნის ცოდნა. ასე რომ დღევანდელი დღევანდელი შენი არჩევანი, ჩემო კარგო, ჩემო თორნიკე არ იყო ცდარი და ძალიან მადლობას გიხდი იმისთვის, რომ საქართველო ნახავს სწორედ იმ ღირსეულ ადამიანს და მის შესახებ გაიგებ ყველაფერს, რომელიც უბრალოდ არ შეიძლება რომ ჩრდილში იყოს. მადლობა შენამდე. და კიდევ მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ და ბატონი ჯოყოლა იმაში დამეხახება, რომ გადაცემას ქვია პოეზია როგორც ასეთი. ჩემი ნანიკო ცინცაძე აქ არის და ნანიკო ცინცაძეს ლექსით მინიმუმ ვარ დავამთავროთ არ გამოდის. ხო, მოусვინეთ ხო ბატონ მანას. არ გამოდის, სირთულეა, ალბაპატი, ძელი ალბაპატი. ისეთ პოეზიის ცოდნესთან და იმდენი ლექსის ცოდნესთან, როგორც ბატონი ჯოყოლა, რა გითხრა. მინდა მცხეთაზე თქვა. კი ბატონო. ცოტიცხოვაში სანთლები იწვის, ოცვით ანთებული ღვთისმშობლის ხატთან, სარკმას ეხეთქება შხაპუნა წვიმა, დღეც გადაერია, დამთვალა სადღაც წვიმამ დავისველა, თმები და ფიქრები, სულ ყველა წმინდანი მილოცავს გზას, ალავერ ზღვებულობ და ნახდი ლოთივით. დღეს მცხეთის სიცოცხლეს ბოლომდე ვსვამ. ბრავო. მადლობა. ისეთი ფრაზი დაამთავრო, მეგობრებო, ეხლა თქვენ დაალაიქეთ აუცილებლად და ჩვენ გადავინაცვლოთ აქ ნაპირებრივ სუფრაზე, ქალბატონები კარგად ჭრიან, იქ მწვადები იწვება. ანუ ახლა ნახავთ ბატონ ჯოყოლაძე ხო ვილაპარაკე. ახლა ქალბატონი გიური რა არის იმასაც. კი ბატონო, მაგას უკვე ჩვენ ნახავთ თქვენ. ეხლა ნახავთ, მაგრამ სამაგერო დარწმუნებული ვარ, რომ ის სიამოვნებთ ამ გადაცემით. ძალიან ღირებული გადაცემა. მადლობა ყველას. მადლობა თქვენ. აბა ჰე.